აგენტების კანონის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გიორგი ოკმალაშვილი დღეს გიორგი გელაშვილმა 5 წლიან პატიმრობაში გაუშვა. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა გიორგი ოკმელაშვილისათვის, რომელიც ამბობს, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ქართული ოცნების მხრიდან. დღეს გიორგი ოკმელაშვილმა ასევე გაიხსენა აქციის მიმდინარეობა. ოკმელაშვილი იხსენებდა, რომ შავნიღბიანები აქციაზე მდგომი, როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, ასევე მორბენალი რაზმის თანამშრომლები გადმოდიოდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სწორედ ამიტომ გიორგი ოკმელაშვილი ამბობს, რომ ის იყო აუცილებელი მოგერიების პროცესში. რა თქმა უნდა, ის ბრალს არ აღიარებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოაცხადა გადაწყვეტილება და გიორგი ოკმელაშვილი 5 წლიან პატიმრობაში გაუშვა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოჰყვა შეფასებები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან აქციის მონაწილეები, ასევე არიან გიორგი ოკმელაშვილის მეგობრები, ოჯახის წევრები. ისინი დღეს სასამართლოს დარბაზში მიმართავდნენ გიორგი გელაშვილს და ამბობდნენ, რომ ის არის მონამოსამართლე და იღებს სასამართლო კლანის დაკვეთით გადაწყვეტილებებს. დღეს რამდენიმე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი საქალაქო სასამართლოში. მაყურებელს ვეთყვი, რომ გიორგი ოკმელაშვილი არის აგენტების კანონის აქციის მონაწილე. ის თითქმის ყოველდღიურად გამოდიოდა აქციებზე და აპროტესტებდა ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აგენტების კანონთან დაკავშირებით. გიორგი ოკმელაშვილი ფიქრობს, რომ ის არის რეპრესიების მსხვერპლი და ქართული ოცნება ახლა სწორედ ამ მეთოდებით ცდილობს შეაშინოს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ქუჩაში გამოდიან საპროტესტო აქციებზე. მიშოვარო ჭიდავეშა ჯაჭვში ჩემი გუნდელი თანამებრძოლი მეგობარი თუ თანამოაზრე დაუცვა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ხელი შემეშალა და მეც რაღაცნაირად ჩავთვლილავი ამ ჯიკაობაში და ცემატყებაში. როგორც ქალბატონი პროკურორი იძახის, მე პოლიციას მუშტი არ ჩავატყი იდავი. რას მეტყოლებს იმაზე, რომ მოიჯეზას მიდიოდი ხელის საკვებად და ვიღაც შავნიღბოსნის გასწავლად. მეც აუცილებელი მოგერიების პარლამენტში მოქმედები, მაგიტომაც ვკარი ხელი და პრეზიდენტის შეწყალებული ადამიანი და სასამართლო იგივე ქმედებით არ შეიძლება გასწავლებოდეს ჩემი ქმედებისგან. გიორგი ოკმელაშვილის ცნობილი ხეს დამნაშავე საჯარის სახე დაზომა დაინიშნოს თავისუფლების საქმეთა 5 წლის ვადით. გიორგი ოკმელაშვილის გადაწყვეტილება სულიერი არის. დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა სოფო ჯაფარიძის სასამართლო პროცესი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ. დღეს მოდავე მხარეს მოტანილი ჰქონდა რამდენიმე ვიდეო მასალა, თუმცა როგორც სოფო ჯაფარიძე და მისი უფლებადამცველი ამბობენ, ამ ვიდეო მასალაში სამართალდარღვევა საერთოდ არ იკვეთება. სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის დაშინების მცდელობა პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების. დღეს მას ჰქონდა მცდელობა, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინა ყველა იმ პოლიტპატიმრისათვის, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, მათ შორის მზია ამაღლობელისათვის, რომელიც უკვე 23 დღეა შიმშილობს. თუმცა დღეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სოფო ჯაფარიძეს ამ სიტყვების წარმოთქმის საშუალება სასამართლო პროცესზე არ მისცა. არ მინდა საზოგადოების დიდი ყურადღება დამეთმოს. მე მაშინ, როდესაც
ქვეყანაში ყავს 53 სინდისის პატიმარი და მე მინდა პირველ რიგში დავიწყო ამით. თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც 23 დიახ. თვითონ შეგაწყვეტილებს ფორმის დარბაზში ბრძანდებით კონკრეტული საქმის განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს არ არის ის შემთხვევა, სადაც შესაძლოა აქციის მონაწილე ან აქცია არ არის ეს და სინდისის პატიმრების ხსენება დარღვევა არის კანადაში. დავის კარიერა. ბევრი კითხვა არ გამჩენია, იმიტომ რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ვიცი რომ უკვე მიღებულია, უკვე დაწერილია, რაც უნდა მოვისმინოთ და გავაცნოთ თქვენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ დღეს რამდენადაც ვიცი, დაბალებული ვარ გზის გადაკეთებასთან დაკავშირებით ბრალდებით. ესეთი ინტერვიუს საფუძველზე, ჩემი ინტერვიუს საფუძველზე, სადაც ვამბობ, რომ დღეიდან უნდა ვიდგეთ ყველა გარეთ. და სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ თქვა, აუცილებლად ვიდგები გარეთ. დღესაც, ხვალაც, ზეგაც და იქამდე სანამ რუსულ რეჟიმს არ გავისტუმრებთ იქ, სადაც არის მათი ადგილი, მათ ნახებარ პუტინთან რუსეთში. შესაბამისად, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ჩემი საქმე არის სწორედ ეს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდგები გარეთ ყოველ დღე დამაჯერიმებთ, კი ბატონო, დამაკავებთ. მხოლოდ პატივია ვიყო იმ ადამიანების რიგებში, პატრიოტი ადამიანების რიგებში, რომლებიც ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომყვართ ჩვენი ქვეყანა და ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს იყო ჩემი საკითხი. საქალაქო სასამართლოში პროცესები გრძელდება, თითქმის ყოველდღიურად იბარებენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდიან.